დაიწყო უკვე დაბრაწვა. ყალიისთვის ყოფილვად დაბადებული, ესეთი მაგარია. დღეს მინდა მოვამზადო ერთ-ერთი ძველი ქართული კერძი, ეს არის ყალია. დიახ, ყალია. დღეს მე მოვამზადებ ჩემებურად, ანუ ქათმის ყალიას, რომელსაც ჩემი ინტერპრეტაციით შემოგთავაზებთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში, რაც დაგჭირდება, ეს არის შემდეგი ინგრედიენტები დღევანდელი გემრიელი კერძისთვის. ქათმის ბარკალი, ქათმის ბარკალს შევწყვავთ ტაფაზე, ხახვი, ნიორი, ბროწეული, ცალკე ბროწეულის წვენი, კარაქი, ცოტაოდენი, ზეთი, დაღერღილი წითელი წიწაკა, ქინძი, ძირა და რა თქმა უნდა, მარილი. პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვახურებთ ტაფას და ტაფაზე მოვათავსებთ ცოტა ზეთს და კარაქს. დავასხამთ ზეთს, რომ არ დაიწვას. და როცა გახურდება, დავადებთ ქათმის ბარკალს. შეიძლება ზოგმა დაწეროთ და მაინტერესებს აუცილებლად თქვენი აზრიც. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ეს არ არის ქართული კერძი, ეს რანაირი ქართული კერძია, მაგრამ არა უშავს. მე ვცდილობ, რომ აი ქართული გემოებით გამოვხატო ეს დღევანდელი კერძი და მე როგორც ვიცი, კეთდება ყალია ქათმის ხორცისგანაც, ინდაურის ხორცისგანაც, ღორის ხორცისგანაც, საქონლის ხორცისგანაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ ჩემებურ ვერსიას, სერბადრისეულ ვერსიას, ეს არის ქათმის ყალია და წესით და რიგით კარგი და გემრიელი უნდა გამოგვივიდეს. რაც მთავარია, დავდებთ ქათმის ბარკალს შესაწყავად. გემრიელ ნაწილს, ყველაზე გემრიელ ნაწილს, ესე დიდად დაჭრით ქათმის ხორცის და დაველოდებით კარგად შეპიწყინება, დაბრაწვას, ცოტა ესე ჩავჩხლიტოთ, რომ შიგნითაც შევიდეს ჰაერი და დაიხარშოს, შეიბრაწოს. აჰა. შემდეგი რასაც ვაკეთებთ, ჩემი საყვარელი წითელი ხახვი უნდა დავჭრათ, აი, მართლაც რომ გემრიელია ყველა კერძში. ხოდა რო არ მიჯერებენ. აი ესე საშუალო ნაჭრებად დავჭრით. ცოტა ხახვი, ცოტა ნიორი. აი ბროწეულის ეფექტი არის კიდე ზღაპარი ამ კერძში და მაგასაც გაჩვენებთ, როგორ გავუკეთებთ. ძალიან აი ძალიან მახსენებს ხოლმე ბავშვობას. აი ხშირად აკეთებდა დედაჩემი ამას და თან ეზოში, ჩვენ ეზოში მქონდა ბროწეული და ცოტა ეს სიმჟავე რო აქვს, თავისებური ეშხი და ელფერი აქვს მაგას. ცოტა ნიორსაც, ერთი კვილი ნიორი, ბევრი არ გინდა. ესე წვრილად. გავხედოთ აბა რა ხდება ბარკალისკენ. ესე ამოვატრიალოთ, დაიწყო უკვე დაბრაწვა. ლამაზად დაკოხდა. აი ახლა ხო ამოვატრიალეთ ეს და მალევე უნდა მოვაყაროთ თავზე ხახვი და ნიორი. ნო მეორე პირმა დაიწყოს ხავთან და ნიორთან ერთად ჩათუშვა და მერე დაბრაწვა. აი ესე. ერთი 5 წუთი ახლა ვაცალოთ და 5 წუთის მერე დავამატებთ ბროწეულის წვენს. აი ყველაზე ორიგინალური ახლა და ყველაზე გემოების ასაფეთქებელი ყალიაში არის ბროწეულის წვენის დამატება. აი ესე დავამატოთ.
და თვითონ მაცვალიც მოვაყაროთ ბროწეულის. რომ ამასთან ერთად ჩაიხარშოს ის ყველაფერი. ესე დავაფაროთ და ვამზადოთ მწვანილები. დავჭრათ კინძი და მწვანე ხახვი. ცოცხალი გემოები, რამაც უნდა შემატოს, ეს არის მწვანე ხახვი და კინძი მწვანე. ეხლა ამას წვრილად დავჭრები. სანამ ამას მოვაყრ. ამასობაში სუნელებს გავუკეთე. ცოტა სიმწარეში გადავიყო და თქვენ დიეტაზე ხართ ხო მეგობარი? აი მაშინ დიეტაზე თუ ხართ, ქათმის ფილეს მოგიხარშავთ სარკე. არ არის პრობლემა. ძალიან ცოტა უნდა ჩავყაროთ ეხლა პირველ რიგში ძირა. ძირას კაფიო გემო აქვს და ამიტომ აი ესე ყოფა. ხმელი კინძი. ძირაზე ოდნავ მეტი. დაღერღილი წიწაკა, რომელიც სიცოცხლეა, სიცოცხლე. მithumed ეს ყალიაში. ესე და აი ამ ყველაფერთან ერთად ვაყრით მწვანილს, რაც დავჭერით, მწვანე ხახვი და მწვანე კინძი. აი ესე. და ეხლა ყველაფერი ერთად უნდა ჩაიხარშოს. ყველა გემო უნდა გაუჩნდეს ერთმანეთს. და აი ეს ბროწეულის სიმჟავე, მწვანე კინძის და მწვანე ხახვის სიხალასე, ქათმის ბარკლის ეშხი, აი ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს და უნდა წარმოიქმნას სერბადრისეული იდეალური ქათმის ყალია. აბა დაველოდოთ. მოვრიოთ ჩვენს ყალიას და მოვაყაროთ ჩვენებურად მარილი. ვახ ბიჭო, ეს რა არის? ეს რა არის? შემოძმაო. ეხლა აი ხა მოვაყაროთ ჩვენებურად მარილი. ამას დაახლოებით დასჭირდება 7-8 გასროლა რა. ესე არა? 1 2 3 4 5 6 და აჰა 7 იყოს. ეხლა ყველაფერს ერთად დავუღებ. და 1 3 4 წუთი მარილსაც მიიღებს სათანადოდ, მერე უკვე დავაგემოვნოთ ჩვენი კერძი. რაც კაია, კაია ძმაო. ჩემებური, ანუ სერბადრისეული ქათმის ყალია, რომელიც დარწმუნებულია, რომ გემრიელი გამოგვივიდა, მზად არის და გავსინჯოთ და დავაგემოვნოთ. ამისთვის დავჭირდება აუცილებლად თონის პური. აბა, პუშ ჩვენ გენაცვალე. აჰა. ეხლა ჩვენ ავარჩიოთ ალგი გემრიელი ნაჭერი. დავაგემოვნოთ. მაგარი გემოვამოვი, ყალიისთვის ყოფილვად დაბადებული, ისეთი მაგარია. რას მოგავა? იგი უნდა გავსინჯო. ეს ყოფილა თუ ყოფილა ძმაო რა. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ ყველა მცადეთ. ხო ნახეთ, რა მარტივი რეცეპტია და რა მარტივად შეიძლება ესეთი გემრიელი კერძის გაკეთება. ყველა კი არა, ნათქვამი და ყველაფერი მარტივი გენიალურიაო და ამასობაში კიდევ დაალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ.